ჩვენ ისევ ბრუნდებით სტრიმზე და გიბრუნდებათ ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო ჩემპიონატი ფეხბურთში BetLive Master Liga. შეგახსენებთ, ეს არის აღმოსავლეთ BetLive Master League-ის ფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებს კოსმო და ბრენდერი. დღეს უკვე გაიმართა დასავლეთ BetLive Master League-ის ფინალური დაპირისპირება, სადაც წყალტუბომ მოახერხა და სძლია ანგარიშით 2-0 ქუთაისური გუნდი არესი დაამარცხა კერძოდ წყალტუბომ. ნახოთ როგორი დაპირისპირება გამოდგება კოსმოსა და ბრენდერს შორის. წითელ ფორმაში იქნება ბრენდერი წარმოდგენილი, ხოლო ცისფერ ფორმაში წარმოდგენილი იქნება კოსმო. ბექა მურღული გახლავთ კოსმოს მთავარი მწვრთნელი, ხოლო ემზარ ხოსრიაშვილი ბრენდერის. დაიწყო შეხვედრა საკუთარ ნახევარზე კოსმო ათამაშებს ბურთს. აქვე მცირე ექსკურსი გავიაროთ. მეოთხე ფინალურ დაპირისპირებაში ბრენდერმა მოახერხა და დაამარცხა სიგნაღი, ხოლო ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სძლია პროკრედიტ ბანკს, ხოლო კოსმომ მეოთხე ფინალურ დაპირისპირებაში ჯერ კასპი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ანონიმუსი, თბილისის ანონიმუსის დამარცხება მოახერხა მოკლედ კოსმომ. ეხლა კი ეს გუნდები კოსმო და ბრენდერი კერძოდ იბრძვიან აღმოსავლეთ BetLive Master League-ის გამარჯვებულის ვინაობის გამოსამჟღავნებლად. საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება იქნება ჩემი აზრით. არც ერთი გუნდი აქ ერთმანეთს არ დაუთმობს ამაში 100% ვარ დარწმუნებული. კარგი ჩანაფიქრი იყო, მჭედლიძეს არ დასალდა კარში დარტყმა. ესეთი გამოცდილი ფორვარდი როგორიც ლევან მჭედლიძეა ბრენდერისთვის იქნება ალბათ ის გასაღები, თუმცა უნდა მოახერხოს კოსმოს კარი შეღება, ასე ვთქვათ. აქ რა თქმა უნდა თამაშის წესების დარღვევა იყო თანიაშვილის წინააღმდეგ. მეტოქის ნახევარზე საკმაოდ კარგ პოზიციაში მოიპოვა ჯარიმა ახლა თანიაშვილმა. ჩადუნელის მხრიდან არც ისე უხეში იყო, მაგრამ ვარდნა შეგახსენებთ BetLive Master League-ის წესების მიხედვით ითვლება თამაშის წესების დარღვევა, სწორედ ამიტომ შეეცდება კოსმო ჯარიმის ნიშნულიდან მოწინააღმდეგე კარის აღებას. ხედავთ გულშემატკივრობაც როგორია, დარტყმა პირდაპირ კარის მიმართულებით ცოცხალ კედელს ხვდება ბურთი, ნახოთ რა გაგრძელება მოყვება ეპიზოდს. ამჯერად უკვე პირიქით დაარღვია კოსმომ შეტევაში თამაშის წესები. ხედავთ 7-7-ზე ასოციაციის მთავარი არენა გენებოთ BetLive Master League-ის მთავარი არენა ან მზიურის პარკის მთავარი არენა, მოკლედ მზიურის პარკში არის ეს სტადიონი, სადაც იმართება ჩვენი დღევანდელი დაპირისპირება. მაყურებლებით უკვე სავსეა. მოკლედ ვართ კარგი ფეხბურთის მოლოდინში. საკუთარ ნახევარზე ბრენდერი ჩადუნელი აქ არ უნდა შეცდეს, სწორედ მან დაუშვა შეცდომა, მაგრამ ვერ გამოიყენა კოსმოს შეტევებმა ამ ეპიზოდში. წამოვიდა ბრენდერი შეტევაში, კარგი პასია. კოცაძის წინააღმდეგ დაარღვიეს როგორც ჩანს თამაშის წესები და იქნება პირველი ყვითელი ბარათი. არ მithქვას მთავარი არბიტრები, მატჩის მთავარი არბიტრებია გიორგი ვადაჩკორია და ილია იზორია, სწორედ გიორგი ვადაჩკორიამ დააჯილდოვა ყვითელი ბარათით. კოსმოს ერთ-ერთი ფეხბურთელი, კარგად ვერ დავინახე, ბოდიში ვხდი, ზუსტად ვის მიცეს ყვითელი ბარათი. ჩედლიდის დარტყმა შორიდან ცოცხალ კედელს ხვდება, კერძოდ ჭიკაიძეს მოარტყა პირდაპირ ბურთი. კუთხურს მოაწვის ბრენდერი ჯერჯერობით. დაბალი ტემპია. ვერც ერთმა გუნდმა ჯერჯერობით თამაშის ტემპი ვერ მოუმატა, ასე ვთქვათ.
უფრო მეტად შეტევაშია ბრენდერი 2-14 ნომრის დაპირისპირება ჭოხონელიძის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ბურთით კოსმო დარჩა. მალევე გაათამაშეს ბურთი, შეტევაშია კოსმო დარტყმა შორიდან. ჩადუნელის გადაცემა წინ ვერ შეწყვდა გოცაძე ბურთს. მოუთ მაღალი პასი გამოუვიდა ჩადუნელის ბოლო ეპიზოდში. პრესინგს ხედავთ ავიდა სამი ფეხბურთელი ბრენდერის მხრიდან აქ თამაშის წესების დარღვევა როგორც ჩანს არ იყო გოცაძე ინარჩუნებს ბურთს მაგრამ ინარჩუნებს ბოლო მომენტამდე თამაშის წესები დაარღვიეს მის წინააღმდეგ და ისი აართვეს ბურთი საბოლოო ჯამში გოცაძეს. ცირე პაუზის შემდეგ ისევ შეტევაში გადავიდა ბრენდერი, მაგრამ არაზუსტი გადაცემა პირდაპირ კარის მიმართულებით დაარტყა თანიაშვილმა. არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ მოკლედ ცადა კოსმომ შეტევა. როგორც ჩანს გადასულიც ყოფილა მანამდე, რადგან შეტევის მარცხენა ფლანგიდან იქვე გაითამაშა ბრენდერმა აუტიდან ბურთი. დაიძრა ჭოხონელიძე, კარგი გადაცემა, ჩაწოდებას თუ ვიხილავთ. ასე თუ ისე უხეში პირველი ტაიმი გვაქვს. პირველი ტაიმის დასაწყისი ყოველ შემთხვევაში საკმაოდ უხეში გამოვიდა. კარგი ტექნიკურად კარგად შეასრულა ეს გადაცემა ჯერ ჭოხონელიძე, შემდეგ არაბულმაც კარგად ითამაშა. არაბული გახლავს სწორედ ბრენდერის კაპიტანი საჯარიმოს მიმართულებით, პირდაპირ ჭედლიძის მიმართულებით აკეთებდა არაბული გადაცემას, მაგრამ დაბლოკა კოსმოს დაცვის ხაზმა. ეს შეტევა ვნახოთ დარტყმა თუ გამოუვა ჭიკაიძეს, გამოუვიდა, მაგრამ დაბლოკეს. კუთურს მოაწვის გოლიკოვი. უკან გადაცემა შინმა ისევ საჯარიმოს მიმართულებით ჩააგდოს. ხუბულური მზად იყო ამ ბურთის დასაჭერად, მაგრამ გაატარა ბოლო მომენტში. იგრძნო ბრენდერის კიპერმა, რომ ცდებოდა ამ დარტყმის შემდეგ ბურთი მისკარს. ბრენდერი საკუთარ ნახევარზე, ხუბულურამდე ჩამოვიდა ბურთი, მარჯვენა ფლანგზე იხსნება გოცაძე, სწორედ მან მიიღო ბურთი, გაითამაშა. საკმაოდ კარგი გათამაშება იყო, ნახოთ დარტყმა თუ შედგება, დარტყმა მეკარე იგერიებს. შემდეგ მისამართოდ მოიგერია ნიკოლეიშვილმა თუ არ ვწდები. მალევე გაათამაშა ბრენდერმა, იგრძნო სისხლის სუნი, ასე ვთქვათ, ზვიგენმა ამ ეპიზოდში და მიიწევს ახლა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით ბრენდერი. იგრძნო ნამდვილად ბრენდერმა, რომ შეუძლია გარდატეხის შეტანა შეხვედრის პირველი ტაიმის პირველ ნახევარშივე, ამიტომ შეტევაზე ახორციელებს ახლა გუნდი. კარგი თამაში გაგვიმეღურა რეჟისორმა ყურაშვილის მხრიდან. კოსმოს კიპერი ფორმაშია. მაგრამ ბრენდერმა მაინც გადაამოწმა ეს ყველაფერი, წამოვა ამჯერად შეტევაში კოსმო, ნახოთ პასი თუ გამოუვა, გააკეთა საბოლოო ჭიკაიძემ მაინც გადაცემა, დარტყმას თუ ვიხილავთ, ისევ კუთხური. არა, როგორც ჩანს, იქნება დარტყმა კარიდან, მეგონა თუ ბრენდერის ერთ-ერთ დამცველს შეეხო ბურთი. როგორც ჩანს, შევწდი, ჭოხონელიძე დაიწყებს საკუთარი გუნდის შეტევას, გადაცემა წინ ოდნავ ძლიერი იყო.
ჯერჯერობით მჭედდეს არ მიცემია თავის გამოჩენის შანსი. მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ეპიზოდი ადრე თუ გვიან მაინც დადგება. გადაცემა წინ. რა კარგი მიიღება იყო. ჭიკაიძის მხრიდან შეუნარჩუნა საბოლოოდ ბურთი საკუთარ გუნდს. კოსმო საკუთარ ნახევარზე როგორც ჩანს ბრენდერი აღარ შეაწუხებს პრესინგით მოწინააღმდეგეს მაცავე ნახევარზე. ესე ტაქტიკური მონახაზი აქვს როგორც ჩანს ბრენდერს შეხვედრის პირველ ტაიმში გადაცემა უმისამართო. ჭიკაიძე დაიწყებს. გაითამაშა თანიაშვილთან გადაცემა წინ. გაუჭირდებოდა რა თქმა უნდა გოლი ყავს ესეთ ბურთს ეთამაში. საბოლოოდ დაიბრუნა ძალიან მარტივად ბურთი ბრენდერმა. კარგი იყო ჭიკაიძე ამ ეპიზოდში დარტყმა დაიბლოკა საბოლოოდ. გოლი კოვი მარცხენა ფლანგზე. ჩამოიშორა ერთი მოწინააღმდეგე დარტყმა დაიბლოკა მისი დარტყმაც. ჯერჯერობით გუნდებმა დაბლოკეს ყველა დარტყმული მოწინააღმდეგის. როგორც ერთმა ასევე მეორე გუნდმა. მაგრამ ქონდა ბრენდერს მომენტი, როდესაც ყურაშვილმა საკმაოდ კარგად ითამაშა. კარაბულის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები. კერძოდ ნიკოლაიშვილმა. თავად არაბული ცდის ბედს როგორც ჩანს. იქვეა გოცაძეს. ნახოთ ვინ გადაწყვიტავს, ვინ დაარტყმავს უბრალოდ. გაითამაშეს. ენაძის დარტყმა მარტივად დაბლოკეს. კოსმოს დამცველებმა საბოლოოდ დაიბრუნა ბურთი კოსმომ. აუტიდან, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან. პირდაპირ საჯარიმოს მიმართულების ცდილობდნენ ახლა პასის გაკეთებას, მაგრამ ხუბულური შემოიყვანს ბურთს თამაში. წამოვა ბრენდერი ახლა შეტევაში. საკუთარ ნახევარზე დაკარგა საბოლოოდ ბრენდერმა ბურთის საჯარიმოში ჩაგდება რა ცდილობდა ახლა ჭიკაიძე. და პირველი გოლი დღევანდელ შეხვედრაში, რომლის ავტორი გახლავთ ნიკოლაიშვილი, გუნდის კაპიტანი. კოსმო ახერხებს პირველ ტაიმში ბრენდერის დამარცხებას, მაგრამ წინ კიდევ დაახლოებით 8 წუთია, ხედავთ გულშემატკივრებს როგორ გაუხარდათ კოსმოს გატანილი გოლი. ნიკოლაიშვილი გოლის ავტორი, ერთადერთი გოლის ავტორი მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. ნახოთ ეს ეპიზოდი რა რთულ სიტუაციაში მოახერხა. ბურთი შენარჩუნება კოსმოს 13-მა ნომერმა და შემდეგ უძლიერესი დარტყმა გამოვიდა, ისე რომ ხუბულურს გაუჭირდებოდა რა თქმა უნდა ბრენდერის კარის მშრალად შენახვა. მოკლედ დაწინაურდა კოსმო ანგარიში, გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში. ნახოთ ამჯერად უკვე ბრენდერი რით უპასუხებს მოწინააღმდეგეს. ეს მატჩი კარგად აისახება თუ ცუდზე დარჩენილ 7 წუთში დაახლოებით ამ ყველაფერს გავიგებთ. წამოვიდა ბრენდერი შეტევაში, კარგი არაბული ორი მოწინააღმდეგე, მის წინააღმდეგ საბოლოოდ ბურთით ისევ ბრენდერი დარჩება, აუწე მოიგერია. თანიაშვილი იყო თუ არ ვცდები. არაბულმა შეცვალა ფლანგი საკმაოდ წარმატებით. თენაძე დაარღვიეს თამაში თენაძის წინააღმდეგ.
მარტივად გადავიდა ბრენდერი მოწინააღმდეგის ნახევარზე დარტყმა შეიძლება არ გამოუვიდა ტაბატაძეს კარგი დარტყმის შესრულება ამ ეპიზოდში. ყურაშვილი შემოიყვანს ბურთს თამაში. ამჯერად ხედავთ უკვე ბრენდერის რამოდენიმე ფეხბურთელს აწუხებს მოწინააღმდეგის ნახევარზე და მიმართავს პრესინგს ასე ვთქვათ. წერლიძემ ვერ შეიმაგრა ბურთი ამ ეპიზოდში წამოვიდა კოსმო შეტევაში სოსო ჭიკაიძე კარგი იყო საბოლოოდ ნახოთ ბურთი ვის დარჩება ბრენდერს და დაარღვია თანიაშვილმა საკმაოდ კარგი და ტაქტიკური ფოლი იყო ახლა მისი მხრიდან. გააჩერა არაბული და არ გაუშვა შეტევაში ბრენდერის კაპიტანი. მაგრამ რაღაცის გარკვევას სურს როგორც ჩანს გიორგი ვადაჩკორიას. გილია იზორიას უხმო. მცირე პაუზა გვექნება როგორც ჩანს. სიმართლე გითხრათ, მეც გაურკვევლობაში ვარ ამ ეპიზოდში ვერ ხვდები რა ხდება. კოსმოს ფეხბურთელებს მოუწოდებენ. როგორც ჩანს დააწნა რომ საკუთარი გულშემატკივრები. როგორც ჩანს სწორედ ამისკენ მოუწოდა გიორგი ვადაჩკორია ამ კოსმოს ფეხბურთელებს. მოკლედ ყველაფერი გამოსწორდა. წუჩესვენება იყო როგორც ჩანს ბექამ ურღულმა. დავაზუსტებ მოკლედ რა ხდება და ყველაფერს დეტალურად გეტყვით აუცილებლად. ვისარგებლებ წუჩესვენებით მადლობას გადაუხდით თბილისის მერიას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს გაწეული დახმარებისთვის, ასევე არ დაგვაუწყდეს ჩვენი გენერალური სპონსორი ბეტლავი, რომელიც გვაძლევს შანსს რომ ესე შესანიშნავი შეხვედრები გავმართოთ და თვალი ვადევნოთ სტრიმზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მოკლედ გრძელდება შეხვედრა, როგორც ჩანს გულშემატკივრებთან იყო რაღაც მცირედი გაუგებრობა, მესმის მაღალი ტემპერატურა ახლა გულშემატკივრებში, ისინი საკუთარ გუნდს პირველ რიგში გულშემატკივრობენ, ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ რა თქმა უნდა ნერვების მოტოქვა პირველ რიგში სწორედ გულშემატკივრებს დარტყმა კარის მიმართულებით გამოიტანა ბრენდერმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი. ზრაფი კონჩეტევა თუ გამოუვათ, პირიქით კოსმო წამოვიდა როგორც ჩანს ჩეტევაში და დაარღვია არაბულმა თამაშის წესები. გულშემატკივრებს რაც შეეხება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე, თორემ რაც უფრო გულმხურვალედ გულშემატკივრებენ საკუთარ გუნდს, ეს უკეთესია სწორედ მათივე გუნდისთვის. დარტყმა პირდაპირ კარის მიმართულებით მარტივად გამოიტანა საბოლოოდ ბრენდერმა ბურთი, გოცაძე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, წინსვლა ვეღარ მოახერხა, დაიბრუნა კოსმომ, მაგრამ დროებით მანაც ბურთი. როგორც ჩანს თამაშის წესები დაირღვა, ბრენდერი დარჩება შეტევაში. ორივე გუნდმა თითქოს ეს მუხტი დაკარგა. ჭიკაიძე ნახოთ რას მოახერხებს დარტყმა. არაზუსტით დარტყმა შეასრულა საბოლოოდ კოსმოს 14 ნომერმა. მალევე წამოიღო ბურთი ბრენდერის დაცვის ხაზმა. გადაცემა წინ. ამჯერად მოახერხა უკვე კოსმოს დაცვის ხაზმა შეტევის განეიტრალება. თანიაშვილი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან. ენაძე კარგი იყო ამ ეპიზოდში. გოცაძე
ასე ალბათ საჭირო წინ, მაგრამ კარგად დაიჭრა. საბოლოოდ გოცაძე ორი ფეხბურთელით ჩამოშორება, მოახერხა და გოლიც გაიტანა. გაათანა ბრა ანგარიში ბრენდერის 15-მა ნომერმა. ძალიან კარგი იყო გოცაძე ამ ეპიზოდში. ორი კოსმოს ფეხბურთელის მოტყუება საბოლოოდ მოახერხა. ამ ეპიზოდში უკვე მეორე ფეხბურთელი ჩამოიშორა, დარტყმა და ვეღარ გადაარჩინა ყურაშვილმა საკუთარი გუნდი. ანგარიში კი ხდება 1-1. აი ესეთი დაძაბული პირველი ტაიმი გვაქვს, რაც ნამდვილად შეეფერება აღმოსავლეთ ბეთლაივ მასტერ ლიგის ფინალს. ხუბულური ამ ეპიზოდში უკვე ყურადღებით იყო, გააქვალა ბურთი ხელებში, წამოვიდა ბრენდერი შეტევაში. კარგი პასია ჭოხონელიძე, ორი ფეხბურთელის ჩამოშორება მოახერხა, პასიც გააკეთა. ისევ მისი მიმართულებით აკეთებდნენ პასს და საბოლოოდ დაიკარგა ბურთი. ჭოხონელიძე უკვე დაუტოვა საკუთარ დამცველებს და აბადაძე ჩადუნელის დუო საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა შეხვედრის პირველ ტაიმში. არაბულმა ვერ მოახერხა, რა თქმა უნდა, ამ ბურთზე თამაში საკმაოდ მაღალი გადაცემა წავიდა, ასე ვთქვათ, მასზე. ჭედლიძემ კი დატოვა, როგორც ჩანს, მოედანი ბრენდერის რიგებზე. მაქვს საუბარი დარტყმა ჭიკაიძის მხრიდან, საკმაოდ სახიფათო, მაგრამ ამჯერადაც არაზუსტი. უკვე მეორედ სადაბედი კოსმოს 14-მა ნომერმა. კარგად აპრესინგებდა თენაძე, მაგრამ ამის დამიუხედავად მაინც მოახერხა სოსო ჭიკაიძემ დარტყმის შესრულება. ამჯერად უკვე ბრენდერია შეტევაში, არაბულმა შეცვალა ფლანგი, თენაძე არაზუსტი დარტყმა მისი მხრიდანაც. დაახლოებით 1 წუთი, სულ მალე დაიწყება შეხვედრის ბოლო წუთი. ისევ არაზუსტი დარტყმა ჭიკაიძის მხრიდან. ტრავმა მიიღო ბრენდერის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, როგორც ჩანს. ეკიმა დატოვა მოედანი, დროის აწვლაც განახლდება. ხუბულური კი განაახლებს თამაშს. ბრენდერის მცველები კომბინირებენ ერთმანეთში, ჩადუნელი ნახოთ რას მოიფიქრებს, ცენტრის მიმართულებით აკეთებს გადაცემას, რა კარგად მოიპარა გოცაძემ ბურთი, დარტყმას თუ შეასრულებს ამჯერადაც. დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ არაზუსტი. გოცაძე ძალიან აქტიურია პირველი ტაიმის მეორე ნახევარში. ხომ კარგად გამოიყურება ბრენდერის 15 ნომერი. კოსმო მარტივად გადავიდა მოწინააღმდეგის ნახევარზე, დარტყმა საკმაოდ სახიფათო იყო ბალაშვილის ეს დარტყმა. მაგრამ დამაჯერებელი ხუბულურიც. სულ მალე ამოიწურება პირველი ტაიმის განკუთვნილი 20 წუთი. გადაცემა წინ, შეცდომა დაუშვა აქ ბალაშვილმა და საბოლოოდ მიიღო ბურთი გოცაძემ, მაგრამ როგორც ჩანს მოედნის ფარგლებს გარეთ გაიქცა ბურთი მასც. თამაშის ტემპი კი ძალიან დავარდა. თითქოს გუნდები უკვე მეორე ტაიმისთვის ემზადებიან. დრო ამოწურულია, ბურთი როგორც კი დატოვებს მოედნის ფარგლებს, დასრულდება შეხვედრის პირველი ტაიმი. ანგარიში კი შეგახსენებთ არის 1-1, ბრენდერის რიგებში გოლი გაიტანა გოცაძემ, ხოლო კოსმოს რიგებში მოახერხა ნიკოლეიშვილმა ერთადერთი გოლის გატანა. ამით დასრულდება შეხვედრის პირველი ტაიმი, დასრულდება ანგარიშით 1-1 და ჩვენ კი ვართ ძალიან დაძაბული მეორე ტაიმის მოლოდინში, სულ მალე დაგიბრუნდებით ისევ სტრიმზე.
ერთი საინტერესო ფაქტი უნდა მოხდეს. თურქეთის კოსმოს მოთამაშე ლუკა ნიკოლაიშვილი ელოდება ბავშვს და ახლა გაიგებს სქეს ბავშვისაც და გთხოვთ ყურადღებით ვიყოთ მოედნის ეკუთვნებასთან. Bici. მოკლედ ჩვენ ისევ გიბრუნდებით ლაივში აი ამ სიტყვებით ბიჭია ბიჭი ლუკა ნიკოლაიშვილი ლუკა ნიკოლაიშვილმა მოკლედ გაიგო თავისი შვილის სქესი მოკლედ ბიჭალოდება ულოცავ რა თქმა უნდა ლუკას დღევანდელ შეხვედრაში უკვე მოახერხა კოსმოს კაპიტანმა გოლის გატანა და ნახოთ ესევე თუ გააგრძელებს შეხვედრას ანგარიში კი შეგახსენებთ არის ერთი აღმოსავლეთ Best Live Master League-ის ფინალური დაპირისპირება არის თქვენს ეკრანებზე. საკმაოდ დაძაბული პირველი ტაიმი გამოდგა, მოახერხა გოლის გატანა კოსმომ, ხოლო შემდეგ ბრენდერმა, კოსმომ კერძოდ ლუკა ნიკოლაიშვილმა მოახერხა პირველი გოლის გატანა, ხოლო შემდეგ ბრენდერის 15 ნომერმა უპასუხა გოლითვე, კერძოდ გოცაძემ. როგორი მეორე ტაიმი გამოდგება ამაში უკვე თქვენთან ერთად მეც მივადევნებ თვალს. დაძაბულობა რომ უფრო და უფრო მოიმატებს ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. თამაშის ტემპი პირველ ტაიმის პირველ ნახევარში საკმაოდ კარგი იყო, შემდეგ რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო და უფრო დაბალი ტემპი შემოგთავაზეს გუნდებმა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისი ჩემი აზრით ტექნიკური მხრივ უკეთესი უნდა იყოს, რადგან კარგად შეისვენეს გუნდებმა
ლუკან ნიკოლეიშვილს ყველა მიულოცა მოკლედ. შვილის ამბავი. მეც რა თქმა უნდა მთელ ბეთლაივ მასტერ ლიგის სტაფთან ერთად უერთდები ამ მილოცვას. ეხლა კი საკუთარ ნახევარზე მოკლედ კოსმო აკონტროლებს ბურთს, ჭიკაიძე გადაცემა წინ. ნიკოლეიშვილი გაითამაშა ისევ ჭიკაიძესთან საკმაოდ კარგი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ არა ზუსტი. ჩანაფიქრი საკმაოდ კარგი ქონდა ჭიკაიძეს ამ ეპიზოდში. ორი ჭიკაიძე კოსმოედანზე, 14 ნომერი სოსო 14 ნომერი გახლავთ სოსო ჭიკაიძე. ხოლო ვახტანგ ჭიკაიძე გახლავთ 22 ნომერი. აქვე მცირე ექსკურსი ისევ გავიაროთ, მოკლედ კოსმომ მოახერხა მეოთხედ ფინალურ დაპირისპირებაში კასპის დამარცხება, ხოლო ნახევარფინალში თბილისური ანონიმუსის ბარიერი დასწრია კოსმომ. ბრენდერმა კი მოახერხა მეოთხედ ფინალში ჯერ სიღნაღის დამარცხება, ხოლო ნახევარფინალში პროკრედიტ ბანკის. ეხლა კი მივიღეთ აღმოსავლეთ ბეთლავი მასტერ ლიგის ფინალური დაპირისპირება კოსმო ბრენდერის წინააღმდეგ, სადაც ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ არის უცვლელი 1-1. ედოთ გულშემატკივრები როგორ ამხნევებენ საკუთარ გუნდს, კოსმოს ბევრად მეტი გულშემატკივარი ყავს დღეს მოედანზე ვიდრე ბრენდერს, მაგრამ ბრენდერიც რა თქმა უნდა შეეცდება დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას და აღმოსავლეთ ბეთლაივ მასტერ ლიგის ჩემპიონის ვინაობის გარკვევაში აქ გავდა თამაშის წესების დარღვევას, მაგრამ როგორც ჩანს სუფთაც თამაში გამოუვიდა საბოლოო ჯამში ტაბატაძეს. ნახოთ გამეორებით ეს ეპიზოდი, არა ეს არა იგივე ეპიზოდია დიახ, სადაც წამოიღო ჭიკაიძემ ბურთი და შემდეგ ვარდნაში ტაბატაძემ აართვა მოწინააღმდეგეს, მაგრამ როგორც ჩანს სუფთად ითამაშა ბრენდერის 6 ნომერმა. სწორედ მას აქვს ახლა ბურთი გადავიდა, შეტევაში პასიც გააკეთა, მაგრამ საბოლოოდ არაზუსტი. კოსმორი თუ პასუხებს ნახოთ. გამოჩნდა რომ ტაბატაძეს შეეხო ბურთი, ჭიკაიძემ შემდეგ გაატარა. სოსო ჭიკაიძე საკმაოდ აქტიური იყო კოსმოს რიგებში, რამოდენიმეჯერ კარგი დარტყმის შესრულებაც მოახერხა, მაგრამ გოლის გატანა ვერა. და ვერ მოახერხა ბრენდერმა ბურთის გამოტანა საკუთარი საჯარიმოდან, კარგად დააპრესინგა კოსმომ მოწინააღმდეგე და მიაჯაჭვა საკუთარ საჯარიმო. საბოლოოდ ისევ დაიბრუნა კოსმომ ბურთი, მაგრამ არაზუსტი პასი იყო. დაკარგა და მალევე დაიბრუნა შემდეგ. საბოლოოდ იქნება კუთხური. კოლიკოვი ძლიერ გადაცემას აკეთებდა საჯარიმოს მიმართულებით, მაგრამ არ გამოუვიდა. ბრენდერის ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეხო და საბოლოოდ კუთხურზე გადავიდა ბურთი. საჯარიმოს მიმართულებით ჩაწოდება, ნახოთ სწრაფი კონჩეტება თუ გამოუვა ბრენდერს, პასია უკვე საჭირო. ჭოხონელიძემ დააგვიანა საბოლოოდ, ესე ტაქტიკურ შეტევაზე გადავა ბრენდერი და არა კონჩეტევაზე. ცვალები კომბინირებენ ერთმანეთში, არაბული იხსნება. მაგრამ საბოლოოდ გადაცემა მარჯვნივ ჭოხონელიძეზე. ეხლა წამოვიდა არაბულის მიმართულებით, ასე ვთქვათ, ბურთი. არაბული საკმაოდ აქტიური იყო შეხვედრის პირველ ტაიმში ბრენდერის რიგებში. დარტყმა საკმაოდ სახიფათო. კუთხურს მოაწვის ბრენდერი, გააქტიურდა ბრენდერი შეხვედრის მეორე ტაიმში ნამდვილად. გოლის გატანის შემდეგ იგრძნო გუნდმა, რომ შეუძლია გარდატეხის მოხდენა დღევანდელ შეხვედრაში. ეს მომენტი, რომელიც შექმნა ბრენდერმა და ყურაშვილმა მოახერხა საოცარი სეივის შესრულება. ისევ ბრენდერია შეტევაში გადაცემა წინ ჭედლიშვილზე. საბოლოოდ დაიკარგა ბურთი შეტევაში,
ლევან მჭედლიძე აღარ არის ბრენდერის შემადგენლობაში, მჭედლიძე შეცვალა მჭედლიშვილმა. კარგი გადაცემა იყო, მაგრამ დროულად ჩამოუსწრო კოსმოს დაცვის ხაზმა. კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა ნამდვილად ჭოხონელიძეს. ამჯერად კოსმოსის ბეტს შეტევაში გადაცემა წინ, თაური დარტყმით მოახერხა მაინც ჭიკაიძემ. მეტოქის კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა, მაგრამ არაზუსტი აღმოჩნდა ამჯერადაც მისი დარტყმული. ადრე თუ გვიან სესო ჭიკაიძე ალბათ გაისწორებს მიზანს და ეს ძალიან სახიფათო უნდა იყოს ესეთ ბრენდერისთვის. კარგად შეცვალა ფლანგი აქ. დაბატაძე, მაგრამ რთულ სიტუაციაშია ძალიან თენაძე უნდა დაეხმანონ ეხლა თანაგუნდელები საბოლოოდ სწორედ მის წინააღმდეგ დაჯარიმდა შეტევაში ნიკოლაიშვილი თუ არ ვცდები. ეს კი გამეორებით სესო ჭიკაიძის დარტყმა. ხუბლური თავად დაიძრა, გადაცემა წინ, ფაქტიურად კარის მიმართულებით. ჭოხონელიძემ ვერ მოახერხა ამ ბურთზე თამაში. საკუთარი ნახევარზე კოსმო დარტყმა უფრო იყო ალბათ ვიდრე პასი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწია. გოცაძე უკან დაიხია მცველების დასახმარებლად, ჭოხონელიძეც უკან არის ასე ვთქვათ ჩამოწეული, გადაცემა წინ, კარგად ჩაჭრა კოსმოს ნახევარდაცვის ხაზმა, საბოლოოდ არაბულზე დაჯარიმდნენ როგორც ჩანს. გამეორებით ეს ეპიზოდი. გავდა ჯარიმას ნამდვილად. მესმის აფექტის მდგომარეობაში რთულია ესეთი ჯარიმის დანახვა. გოცაძე კარგად დაიძრა, ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ გოცაძეა ბრენდერის რიგებში. მოდ კარგი სოლო რეიდი გამოუვიდა შეხვედრის პირველ ტაიმში და გოლიც საკმაოდ კარგი გაიტანა. აქ ხელი თამაშს გავდა, საბოლოოდ შენიშნა კიდევაც ეს არბიტრმა. დღევანდელ შეხვედრაში დღეს უკვე გაიმართა, როგორც ისიც დასავლეთ ბეწლავი მასტერ ლიგის ფინალური დაპირისპირება, სადაც ყალტუბომ მოახერხა არესის დამარცხება ანგარიშით 2-0. ეს არის უკვე აღმოსავლეთ ბეწლავი მასტერ ლიგის ფინალი, სადაც კოსმო თამაშობს ბრენდერის წინააღმდეგ, ანგარიში კი გვაქვს 1-1. ორივე შეხვედრას მინდა ვთქვა, რომ არბიტრები შესანიშნავად უძღვებიან, არც ერთი შეცდომა ფაქტიურად არ მახსენდება, რომ არბიტრებს დაეშვათ. საკამათო ეპიზოდიც კი ფაქტიურად არ ყოფილა. ისუცად მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, არბიტრებს. კოსმომ დაიბრუნა აქ ბურთი. გადაცემა წინ, ზუსტია ეს პასი. ნიკოლაიშვილი ნახოთ რას მოიფიქრებს. საბოლოოდ გუნდი ბურთი დაარჩა კოსმოს. თუ პირდაპირ კარში დაარტყამს ლუკა ნიკოლაიშვილი, შეგახსენებთ, გოლი არ ჩაითვლება. აუცილებლად ერთი ფეხბურთელი მაინც უნდა შეეხოს. თუ რიკოშეტი იქნება, ჩაითვლება, მაგრამ თუ პირდაპირ კარში დაარტყა, გოლი არ ჩაითვლება. გაითამაშეს დარტყმა, რომელიც დაიბლოკა. ნიკოლაიშვილმა დაარღვია როგორც ჩანს თამაშის წესები. ბურთი დარჩა ბრენდერი. საკმაოდ თანაბარი მეორე ტაიმი გვაქვს. ვერ ვიტყვი რომელიმე გუნდზე რომ ის თამაშობს ახლა პირველ ნომრად. ცირადი უპირატესობა ჰქონდა კოსმოს შეხვედრის პირველ ტაიმში. მაგრამ იმავე ტაიმში საკმაოდ კარგი მეორე ტაიმი ჰქონდა, კარგი მეორე ნახევარი ჰქონდა ბრენდერს. ამიტომ
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის თანაბარი დაპირისპირება. თანაბარი დონის გუნდებს შორის, რაც ნეიტრალურ გულშემატკივრისთვის ერთიორად უფრო კარგი სანახავია. ანგარიშიც შესაბამისი გვაქვს. 1-1. კარგი არაბული. მთელი სხეულით დაფარა ბურთი, არ მიაკარა. ვახტანგ ჭიკაიძე ახლა ბურთთან. ბურთით კი დარჩა ბრენდერი. მეორე ტაიმის ეკვადორი დაახლოებით უკვე 2 წუთია რაც გადავიარეთ, 8 წუთი ჩემპიონის ვინაობის გამოვლენამდე. ნახოთ ვინ გახდება აღმოსავლეთ ბეთლავი მასტერ ლიგის ჩემპიონი. კოსმო თუ ბრენდერი. ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდება, რაც უფრო დრო გავა. თუ ესეთი ანგარიში შენარჩუნდება. ბრენდერი საკუთარ ნახევარზე, კარგად წაიღო ჭოხონელიძემ ბურთი, 2 ფეხბურთელია მის წინააღმდეგ პასია საჭირო და აკეთებს კიდევაც ამ პასს. აღარ გაარისკა და სწორადაც იქცევა ჭოხონელიძე. კარგად დატრიალდა, პასი აღარ გამოუვიდა, მაგრამ მანვე დაიბრუნა ბურთი საბოლოოდ, მაგრამ დროებით ცოტა არეულობა მოედნის ცენტრში, ნახოთ ვის დარჩება ბურთი. როგორც ერთი ასევე მეორე გუნდი ერთმანეთის მიყოლებით კარგავდნენ ახლა ბურთს. პირდაპირ კარის მიმართულებით, ღუბლური ადგილზია. იცებს თავისუფალ თანაგუნდელს. საბოლოოდ საჯარიმოს მიმართულებით გაუშვა ფაქტიურად ბურთი, სადაც არც ერთი მისი თანაგუნდელი არ აღმოჩნდა ბურთთან ახლოს. ვახტანგ ჭიკაიძე დაიწყებს კოსმოს შეტევას. თანიაშვილი აღმოჩნდა ძალიან რთულ სიტუაციაში და საბოლოოდ დაირღვა როგორც ჩანს თამაშის წესები, მაგრამ ბურთით რჩებოდა ბრენდერი, სწორედ ამიტომ გააგრძელებინა არბიტრმა თამაში დარტყმა ნიკოლეიშვილის. საკმაოდ სახიფათო, მაგრამ არაზუსტი. კოსმოს როგორც ჩანს, ძალიან ბევრი გულშემატკივრები ყავს ტრიბუნაზე. გულით გულშემატკივრობენ ახლა კოსმოს ბავშვები და არა მარტო პრინციპში. გაისმა არბიტრის ასწვანისმაც ბრენდერი იწყებს შეტევას. მარტივად მოახერხა კოსმომ ცენტრში ბურთის დაბრუნება, მაგრამ მალევე დააკარგა შემდეგ ნიკოლეიშვილმა. წამოვიდა ამჯერად უკვე კონჩეტევაზე ბრენდერი, კარგი ჩამოშორება იყო მოწინააღმდეგის, საბოლოოდ კუთხური.
ხუბულურია ბურთით, კარგი პასი გააკეთა. საბოლოოდ ასევე კარგი იყო თანიაშვილი ამ ეპიზოდში. გაანეიჭრალა მოწინააღმდეგე. კოლიკოვის დარტყმა მეკარე იგერიებს ხუბულური ამჯერად. კარგ სეივს გთავაზობს. საკმაოდ კარგი გადაცემა იყო იქ შეეძლო კოსმოს შემტევებს ბურთზე თამაში, მაგრამ გაუმართლათ ამ ეპიზოდში. გაუმართლათ ბრენდერის ფეხბურთელებს ამ ეპიზოდში, რომ გოლი არ გავიდა მათსავე კარში. კოსმო როგორც ჩანს ბოლო წუთებში აპირებს გააქტიურებას და თამაში გარდატეხის შეტანას. ცოტა ჭიკაიძე დაუბრუნდა კოსმოს შეტევაში. ბურთით უნდა დარჩეს წესით კოსმო. ესეც ხდება. დიდი რაოდენობით არის კოსმო შეტევაში. კარგად გაითამაშეს ბურთი, საბოლოოდ იქნება. უნდა მეთქვა რომ კუთხური, მაგრამ როგორც ჩანს იქნება უბრალოდ დარტყმა კარიდან. წუთჩასვენება, რომელიც სავარაუდოდ აიღო უკვე ბრენდერის მთავარმა მწვრთნელმა. ძალიან დაძაბული მეორე ტაიმი გვაქვს. ამაში დარწმუნებული ვიყავი და გამართლდა კიდევაც ჩემი ნათქვამი. ანგარიში კი ისევ უცვლელია პირველი ტაიმის შემდეგ 1-1. შეგახსენებთ, კოსმოს რიგებში გოლი გაიტანა ნიკოლეიშვილმა ნომერმა 13-მა, ხოლო ბრენდერის რიგებში გოცაძემ ნომერმა 15-მა. ხოლო ამ ორმა ფეხბურთელმა მოახერხა გოლების გატანა დღევანდელ შეხვედრაში. აი რეჟისორი სწორედ გვიმეორებს კოსმოს გოლს. და შემდეგ სწორედ ბრენდერის გოლს. შეგვიძლია ყურაშვილის მცირე შეცდომაზე ვისაუბროთ, მაგრამ დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა და ძალიან გაუჭირდებოდა, რა თქმა უნდა, ყურაშვილს ესეთ ბურთზე თამაში. დაბრუნდნენ გუნდები მოედანზე, ძალიან დაძაბული უკანასკნელი 4 წუთი გველდება. შეიძლება ამ 4 წუთმა ვერც კი გამოავლინოს აღმოსავლეთ ბეთლავი მასტერ ლიგის ჩემპიონის ვინაობა. შემდეგადაც იქნება პენალტების სერია, შეგახსენებთ. თუ ძირითად დროში ვერ მოახერხა რომელიმე გუნდმა მოწინააღმდეგის დამარცხება. წამოვიდა ბრენდერის შეტევაში. ენაძე აკეთებდა საჯარიმოს მიმართულებით გადაცემას, ამჯერად გამოუვიდა დარტყმა, რომელიც არ ვარგოდა, ქონდა მომენტი ბრენდერს. კარგი პასის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდა. ისევ საჯარიმოში ჩაგდება, ვნახოთ ამჯერად თუ გამოუვა დარტყმა არაბულს, ამჯერადაც გააფუჭა, ასე ვთქვათ, არაბულმა ეპიზოდი. ცუდად დაუხვედრა ბურთი, ბურთსფეხი. კოსმომ დაიბრუნა ბურთი, ამჯერადაც არაზუსტი გადაცემა, მაგრამ იბრძვის თანიაშვილი მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის დასაბრუნებლად არ გამოუვიდა, მაგრამ ბრენდერის კონჩეტევა ნამდვილად შეაყოვნა. 3 წუთი. შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე. ხუბულურია ბურთით. მარცხენა ფლანგზე ტაბატაძე მოძებნა, ტაბატაძემ თავის მხრივ მარჯვენა ფლანგზე ჩადუნალი. უკან დაიხია გოცაძემაც გუნდის დასახმარებლად. რაღაც რაგბის ტაქტიკით გადავიდა ეხლა ბრენდერი მოწინააღმდეგის ნახევარზე ჩაკიდეს აუტიდან, შემდეგ მოწინააღმდეგის ნახევრიდან გააგრძელეს თამაში. ტაბატაძე კარგად დაიძრა გოცაძე, ვეღარ მოახერხა მოწინააღმდეგის მოტყუება. კარგია არაბული, პასია საჭირო, მაგრამ დაარტყა საბოლოოდ და ბურთი ჭოხონელიძეს მოხვდა. და შემდეგ გადავიდა მოედნის ფარგლებს გარეთ, რომ არა ჭოხონელიძე შეიძლება საკმაოდ მწვავე იერიში გამოსვლოდა ეხლა ბრენდერს. ვერა იცი უბრალოდ ჭოხონელიძემ ისეთ ძლიერ დარტყმა გამოუვიდა არაბულს ამ ეპიზოდში.
დარტყმა შორიდან ტაბატაძე იგერიებს ამ ბურთს. არაბული კედლის ათამაშება სცადა თანაგუნდელთან, მაგრამ არ გამოუვიდა. მაგრამ გამოუვიდა ჭოხონელიძეს, გადავიდა შეტევაში გოცაძე. ჭედლიშვილს უკან გამოუვიდა საბოლოოდ პასის გაკეთება. ექიმი უნდა შემოვიდეს მოედანზე და დრო უნდა გაჩერდეს. 38-38-ზე გაჩერდა ზუსტად დრო. ექიმი აღმოუჩენს. იქ ტაბატაძე წევს თუ ორსები მოედანზე. აღმოუჩენს მოკლედ ექიმი დახმარებას და გაგრძელდება სულ მალე შეხვედრა. არასრული 2 წუთი. წუთს ნახევარი და ახლობებით შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე. მაგრამ საკითხავია ამ დროში გაირკვევა თუ არა აღმოსავლეთ ბეთლავი მასტერ ლიგის ჩემპიონის ვინაობა. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს დარჩენილ 1 წუთში. გვინახავს ესეთი შეხვედრები, როდესაც ბოლო წუთზე აბსოლუტურად ყველაფერი შეცვლილა. და დაიწყო შეხვედრის უკანასკნელი წუთი. ბოლო პოზიცია. გამოვიდა ბალაშვილი კარგად შეტევაში, საბოლოოდ დაუბლოკეს დარტყმული. ჩაწოდება საჯარიმოში ჭიკაიძე მაინც მოახერხა ამ ბურთზე თამაში, კერდით დაუგდო იქ. მაგრამ არბიტრი მიათებს რომ იყო ხელი თამაში. ამ ეპიზოდში არ ყოფილა ხელი თამაში, როგორც ჩანს შემდეგ შეეხო თანიაშვილს ბურთი ხელზე. ისევ საჯარიმოს მიმართულებით გადაცემა სრულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ახლა ბრენდერი, რადგან სწრაფი კონჩეტევა შეიძლება გამოუვიდეს კოსმოს. გარისკა ძალიან ბრენდერმა ამ ეპიზოდში. ძალიან დიდი რაოდენობით გადავიდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე და ბურთს აგდებს ხუბულური. დასრულდა შეხვედრა, დასრულდა ანგარიშით 1-1. ძირითად დროში გუნდებმა ვერ გაარკვიეს აღმოსავლეთ ბეთლავი მასტერ ლიგის ჩემპიონის ვინაობა.